გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენი შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, მაგრამ იმის გამო, რომ სახალხო კრების წარმომადგენლები გვიან დაიშალნენ, აქტიურად გადაცემა ვერ შედგა. თემა კი იყო სწორედ ის მოვლენები, რომელი მოვლენებიც გუშინ განვითარდა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე. დღეს სწორედ ამიტომ გიხდით გუშინდელისათვის ბოდიშს და გუშინდელი პროგრამა გადმოვიტანეთ დღეს, რამე თუ გვესაუბრა ყველა იმ საჭიროებო საკითხზე, რომელიც განხილული იქნა აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე და დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნეიტრალური აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ზემოქმედებებიდან ბატონი ლუკა კურტანიძე, ეს უკვე მისი პირველი სტუმრობაა წლევანდელ წელს, შარშანდელს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეს იყო დაახლოებით 7-8 თვის უკან და სწორედ მას მინდა მივმართო რამდენიმე კითხვით, რომ გავერკვეთ რა ხდება სახალხო კრებაში და რას უნდა ელოდოს ის მილიონზე მეტი გულშემატკივარი, რომელიც მხარს უჭერს სახალხო კრებას და მერწმუნეთ ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელშიც აი ესეთი სახეებია, როგორც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილია, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს და უწევს პატრონაჟს სახალხო კრებას, აი ესეთი სპორტსმენები, როგორც ბატონი ლუკა კურტანიძეა, მსახიობები, რეჟისორები და საზოგადოების ფენის ყველა წარმომადგენელი, რომელიც იძულებული გახდა არ შეგუებოდა ქვეყანაში არსებულ რეჟიმს, დაპირისპირებოდა მას და ხალხისთვის ერთვა სიმართლე, დღეს წინა პლანზეა და იძულებულია ითამაშოს ის პოლიტიკური თამაშები, რომელი პოლიტიკური თამაშებით ნებსითუნებლიათ ხელისუფლებამ შესთავაზა და საზოგადოებას და ქართველ ერს უთხრა სიმართლე. მართალია, თქმის საშუალებები შეზღუდულია, არა ტელევიზია, არა რადიო, ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ჩვენ ვართ და კიდევ მაესტრო, რომელიც რაღაც ნაწილობრივ აშუქებს ამ მიმდინარეობს, ყველა იმ მიმდინარეობას, რომელიც ხდება სახალხო კრებაში და ის გაზეთები, რომელსაც ხელისუფლებამ ფაქტიურად არსებობის უფლება წაართვა მას შემდგომ, რაც დაუყურა ჩიხურები და გავრცელების საშუალება მოუსპო, რომ თითოეულ ამ მკითხველისადმი, რომელსაც ჰქონდა მატერიალური საშუალება და იძენდა ამ გაზეთებს, შეეძინა ისინი და გაიგო სიმართლე. ცოტათი ძალიან გრძელი გამომივიდა შესავალი სიტყვა, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და იმ თემებზე, რაზეც უნდა ვისაუბროთ, სწორედ ამიტომ მინდოდა აი ეს მეთქვა თქვენთვის ღიად ჩემი საქმე. ბატონო, შედგა გუშინ სახალხო კრება. რა იყო სახალხო კრების საბჭოს სხდომა? რა იყო მისი მოწვევის ძირითადი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს, გილოცავთ ახალ აუდიტორიაში, ასე ვთქვათ, ასულას. მინდა ბედნიერება და სიკეთე გისურვოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა უთხრა თქვენს მაყურებელს, ერთგულ მაყურებელს, რომელიც თქვენგან ინფორმირებული იზიარებს საქართველოს გასაჭირს. მე გუშინ იყო სახალხო კრების სათათბიროს შეკრება, მთლიანად სათათბირო იცით, რომ მოიცავს მთლიანად საქართველოს რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსული. მე ერთ რამეში უფრო ვერ დაგეთანხმებოდით, იმიტომ რომ
ასეთ პოლიტიკურ თამაში არ არის. ნეტა იყოს ისეთი დრო, რომ პოლიტიკური თამაშებში გადაიზარდოს ის ბრძოლა, რაც ახლა მიმდინარეობს. ახლა ჩვენ დასაუბედროთ პოლიტიკური თამაშები არის დაწყობილ ქვეყანაში, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის, არ გადარჩენის დრო და ამიტომ სახალხო კრება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოიცავს ყველა სფეროს, ეს იქნება ხელოვანი, ეს იქნება პოლიტიკოსი, ეს იქნება საზოგადო მოღვაწე, თუ ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი გულშემატკივარი ადამიანი. აი ამ დებათა ღელვაში სახალხო კრება ამბობს იმას, რომ დღეს არ არის ის დრო, რომ ჩვენ ვინც ოპოზიციურად ვართ განწყობილი და ვიბრძვით მართალი საქართველოსთვის. ოდიში გაწყვეტიეთ. არა ოპოზიციურად, არამედ პატრიოტულად. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის. პატრიოტულად ხართ განწყობილი, მართალი ოპოზიცია. და მე უბრალოდ ვიტყოდი ერთ რამეს, რომ დღეს არ არის ის დრო, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სფერომ კინკლაობაში გაატაროს ის ძვირფასი დრო, რომელიც ნამდვილად ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი საათი არის ძვირფასი იმისათვის, რომ საზოგადოება და ხალხმა მთლიანობაში დაინახოს ის ერთობა, რომელიც გატეხს იმ შის, იმ ნიჰილიზმს, იმ უბედურებას, რაც საქართველოში ტრიალებს. დღეს თუ არჩევნებამდე თუ ეს უბედურება, რასაც ნიჰილისტური განწყობა ქვია არჩევნების მიმართ და საერთოდ ცვლილების მიმართ და ის შიში, რაც დასადგურებულია ამ ქვეყანაში, მაშინ არჩევნებს არც არავითარი აზრი არ იქნება, არც შემოდგომაზე და არც მაგის შემდეგ. აი ამიტომ არის, რომ ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ხალხის, ასე ვთქვათ, ხალხის წარმომადგენლები ვართ სახალხო კრებაში, ოპოზიციურად, ასე ვთქვათ, ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლებს ვეუბნებით და ვთხოვთ იმათ, რომ მეორე და მესამე ხარისხად ჩათვალონ მათი ამბიციები და გაერთიანდნენ იმისათვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რომ ის შეძლებს იმ გარდატეხის მოხდენას, რომელსაც ცვლილება ქვია, რადიკალური ცვლილება ქვია მომავალი საქართველოს განვითარებისთვის. თუ არა გაერთიანება, მე ვიტყოდი, შეიძლება უფრო უბედური და უფრო სავალალო მდგომარეობა მივიღოთ მომავალში და საქართველოს შეიძლება როგორც საქართველოს თავისი ღირებულებებით არ იარსებობს. თუ იარსებებს რაღაც შემსრულებლის და განტარის როლში და ასეთი საქართველოს მერწმუნედ არავის არც თქვენს მაყურებელს და არც უმრავლესობას საქართველოში. ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველოს მისაღებია ყველა მართალი ადამიანის, ვისაც თავისი პროფესია უყვარს, ვისაც ოჯახი უყვარს, ვისაც ის ღირებულებები უყვარს, რაც დღემდე საქართველოს მოუტანია. ბატონობა. არ არის ეს რაიმე ფაქტის უგულებელყოფა. ფაქტი ის არის, რომ უშინდელ სხდომაზე საკმაოდ ემოციური გამოსვლა ჰქონდა ხალბატონ ნინო გურჯაანიძეს. და თქვენი პოზიცია ჯერ რამ გამოიწვია ხალბატონ ნინოს ეს ემოციური გამოსვლა და მე თქვენი თვითონ სახალხო კრების საბჭოს თუ სათათბიროს პოზიცია როგორი იყო? მოგახსენებთ, ამას მე ზოგადად მოგახსენებთ წინათ, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულად რა თქმა უნდა ცოტ შემდეგ უფრო კითხვებშიც. რაც შეეხება რამ გამოიწვია ეს, იმიტომ რომ ჩვენ დღიდან რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და ის შემოვიდა და პოლიტიკაში, ჩვენ მას სახალხო კრება და სახალხო კრებაში შემავალი თითოეული წევრი ვაფასებთ არა იმით, რომ ის პოლიტიკაში შემოვიდა, არამედ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ათწლეულების განმავლობაში მან დააგროვა თავის ჩვენს ქვეყანაში და იმ საქმეებიდან, მისი პიროვნების დაფასებიდან გამომდინარე, ჩვენ და მთლიანად სრულიად საქართველოს მიეცა იმედი იმისა, რომ მოხდება დიდი გაერთიანება და ამ დიდი გაერთიანებით და ამ დიდი ერთობით
ნაკლები და ასე ვთქვათ დანაკარგით და ბევრი ბრძოლის ასე ვთქვათ გარეშე შეიძლება ამ დიდი ერთობით უმტკივნეულად მოხდეს ცვლილებები. აი ამისთვის იწვის სახალხო კრება, რომ ჩვენ ბატონ ბიძინას მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ და იცით, რომ კოალიცია შექმნილია რამოდენიმე პარტიით და ჩვენ სახალხო კრება ხელს უწყობდა ვიბრძვით იმისათვის, რომ მოხდეს ერთობა. ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ ცალ-ცალკე ვინც ამ რეჟიმს ებრძვის, სადაც ერთმანეთის ბრძოლაში მოვიდეთ. ამიტომ არის, რომ დიდი მოთმინების ფასად, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებისთვის უფრო მტკივნეულია ამ შემთხვევაში ქალბატონ ნინოსთვის ის სიტუაცია, რა სიტუაციაც სულიად საქართველოს მიწის. ჩვენ სახალხო კრება ვართ ერთი ორგანიზმი და დღეს არ არის ის დრო ვიღაცის ყველა ერთის გარეშე. ეს არის მე მგონია ვისაც ღირსება აქვს და ვინც თავის თანამებრძოლს უგველოხობს და შემდეგ დაიწყებს ასე ვთქვათ ცალკე რაღაცა თავის გამოჩენას და ბრძოლას არ ამგონია ეს ღირსეულის აქცია. აი ზუსტად მე აქეთკენ მოვდივარ და რა მინდა დავაკონკრეტო. გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი და აცხადებს ჩვენ ეს გადავეცით რომ ყველა ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენ ვითანამშრომლებთ სახალხო კრებასთანაც მაგრამ მინუს ნინო გულჯანაძე ჩემთვის გაურკვეველია მე ვიცი რომ ამ განცხადების შემდგომ ხდება თქვენი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან მანამდე ის რაც გააკეთეთ თქვენ პირადად თქვენ და სოსო ჯაჭვრიანი ქუთაისიდან თბილისში სვლელობით და რითაც გამოხატეთ სახალხო კრების ორმა წარმომადგენელმა მთლიანად ალბათ მთელი სახალხო კრება გვერდით დაგიდგებოდათ მაგრამ ეს არ იყო საჭირო ეს ორმა იტვირთეთ თქვენ და აი ესეთი მაპატიეთ ამისთვის მაგრამ თქვენ ეს ძალიან გულიდან ამოტანილი მიუძღვენით ყველაფერი ბატონ ბიძინას და საქართველოს დაანახეთ რომ ერთი ცნობილი სპორტსმენი მეორე ცნობილი რეჟისორი და მსახიობი აი თავი გადადვეს ყველაბრისათვის და გააკეთეს ის რაც მსოფლიოში გაუკეთებია ერთეულებს ამ დროს აი იგნორირებასავით უკეთებს სახალხო კრების ყველა მოწოდებასაც და წინააღმდეგობასაც და რატო მოგახსენებთ იცით თქვენ რომ მე ჩვენ ეს მსვლელობა რაც გელათიდან სამებამდე ასე ვთქვათ დავაკავშირეთ ორი ეპოქა ერთმანეთს ჩვენი სამაყო ეპოქა ეს დავით აღმაშენებლის და გელათის ჩვენი სამაყო სიმბოლო ჩვენი ქვეყნის და დავით აღმაშენებლის საფლავიდან დაიწყეთ გელათის კომპლექსიდან და დავასრულეთ სამებაში იცით ჩვენი გელათის დროინდელი ხანა რა ჩვენი ქვეყნის და ქართველებისთვის სამაყო დროა და სამება რომელსაც დიდი წვლილი ბატონ ბიძინას მიუძღვის სამების აშენებაში და ეს ორი ეპოქა ერთმანეთს დავაკავშირეთ უანგაროდ გულწრფელად და იმ მადლის დაფასებით რაც ბატონ ბიძინამ თავისი ქვეყნისთვის თავისი ცხოვრებით ამ ქვეყანაში და ისიკეთე დააგროვა და ის მადლი დააგროვა რაც მან ამ ქვეყნის სიყვარულში მან მოიპოვა მაგრამ რა ჩვენი ეს უანგარო ის არის იყო რომ ადგილზე ჩვენ ვითხოვდით ბატონ ბიძინას მოქალაქეობის დაძინებას და სიმბოლურად მას ჩვენ მხარი დაუჭირეთ 5 დღე და ღამე მოვდივდით და ყველა ადგილზე ვინც იგებდა ამ ამბავს ინტერნეტით ასე ვთქვათ პრესით ჩვენ ადგილებზე გვინდოდა ადამიანები დაგვერწყმუნებინა რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოში ქართველმა და საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაკარგოს მადლიერების გზნობა. აი ეს არის და ამ მადლიერების გზნობის გამოსახატად ჩვენ როდესაც ეს სიმბოლური დატვირთვა მივეცით
ჩვენ აქ თქვით ყველას გასაგონად, რომ ყველა ერთად უნდა დავდეთ. მოწოდება არის ესეთი დღესაც, რომ საქართველოს და სამშობლოს გადასარჩენა, ვის რა შეგვიძლია, რა კუთხით შეგვიძლია, რა სფეროში მოღვაწეობით შეგვიძლია ჩვენი სამშობლო დღეს გადავარჩინოთ. აი ამას, აი ამ მსვლელობას, ამ აქციას ჰქონდა ეს დატვირთვა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ შეიძლება ადამიანს არც შეხვდე, და არც ჩვენ არ გვქონდა იმის მოთხოვნილება, რომ მაგალითად შემდეგ ბატონ ბიძინას შევხვედროდით. ჩვენ დროთა მის შემდეგ რამოდენიმე თვის შემდეგ შევხვდით ბატონ ბიძინას იმ კონკრეტული საქმისათვის, რომელსაც ქვია გაერთიანება არა ცალკეული ადამიანების გამოკლებით, არამედ სახალხო კრება. თუ გაერთიანება რა თქვენგან მხარდაჭერა მაინც და თანადგომა და ყველაზე გულდასაწყოთი ის არის, რომ ის პოლიტიკოსები ან ის საზოგადოების ის წარმომადგენლები ამას ცოტა ანგარებით უყურებენ იმას, რომ განცხადება გაკეთდა შემდეგ ასე ვთქვათ იმ მხრიდან ქალბატონმა ფანჯიკიძემ გააკეთა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ის ვიდეო ჩანაწერი დაიდო, რაც ჩვენ გვაწყობდა. მე კიდევ ასეთი პასუხი მოგზავნოთ. ჩვენ გვაწყობს კი რა საიტზე რა დაიდება ინტერნეტზე ან საინფორმაციო საშუალებით რა გადაიცემა, ეს ჩვენთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოხდეს დიდი გაერთიანება. არავის გულის მოსაგებად არ ვამბობ ჩვენ არაფერს, არაფერს მოქმედებას არაფერი იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ამის შემდეგ რაღაცა უნდა მივიღოთ. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა და ჩემ სახალხო კრებისთვის არის, რომ მართალი საქართველო აშენდეს და იყოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც ჩემი და ჩვენი ხალხის მტერი არ იქნება. ამისთვის გვინდა ჩვენ გაერთიანება და მე რა მინდა ყოველთვის აღნიშნავ და უშინაც აღნიშნე ცოტა ემოციურად. მე არ მინდა როგორც ლიბიაში მოხდა ისეთი ცვლილება, ან სირიაში როგორც ხდება უბედურება და ამის შემდეგ მე რომელი ხელისუფლება მოვა ჩემთვის მე ძალიან უმნიშვნელოა, იმიტომ რომ თუ დაინგრა ინფრასტრუქტურა, თუ ადამიანები დაიხოცნენ და უბედურება დატრიალდა საქართველოში, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი ხელისუფლების ცვლილებას. მე იმ დიდ გაერთიანებას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ძალიან დიდი ძალა დადგება ერთად, შემდეგ ხელისუფლებას არც ერთი ბერკეტი არ რჩება, რომ მან ბრძოლა გააგრძელოს, იმიტომ რომ ის მიხვდება იმას, რომ ამიტომ უფრო უმტკივნეულოდ დამთავრდება ეს პროცესი. მაგათთვის ხო უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ წამოეყენებინათ ფორმულა თლიანი საქართველო მინუს ხელისუფლება და არა ვთქვათ სახალხო კრება ჩვენთან მინუს ვიღაც რაღაც. მე ჩემი დამოკიდებულება ქალბატონ ნინოსადმი ძალიან ობიექტურია, მე ვიცი მისი შეცდომებიც ეს ჟურნალისტი ვუყურებ და რთული სათქონდა შეცდომა, მაგრამ იმ ქალბატონმა გამოვიდა ბატონებო, ღიად გამოთქვა თავისი მოსაზრება და ბოდიში მოიხადა ეგერთი, მაგრამ მოდით ახლა ავიღოთ დავსვათ მეორე მხარეს გადავალ ბატონებო. იმ მხარეს ყავს კოალიციაში პარტია, რომელმა პარტიამაც მიიღო მონაწილეობა 91 წლის ბოლოს და 92 წლის დასაწყისში არჩეული ხელისუფლების დანგრევაში. და ფაქტიურად იდეოლოგი იყო თლიანი ამ გრევის და ყველაფრის და შემდგომ ამას ამართლებდნენ და არც ის დაუფარიათ, რომ დროებითი საბჭოს და ხუთის წევრები იყვნენ. როგორ ვაპატიოთ ყველაფერი და ესე იგი მათ ეპატიებათ ყველაფერი. თუ პატიებაზეა. თუ დროს ფაქტორი მოქმედებს და ეს შეიძლება დავივიწყოთ და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ. აქ ეს შეუსაბამობა, ეს შეუსაბამობა წარმოშობს შემდგომ საზოგადოებაში იმ მაზრს, რაც უკვე იბადება. იმის მაგივრად რომ და მე ძალიან დიდად ვაპასებ პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, იმიტომ რომ მართლაც ქართველი უნდა იყო ჯიში, ჯილადით, მოდგმით და გენით, რომ აი ეს აიღო, მაგრამ აი მას ვაკვირდები, რომ აი ეს გარემოცვა რაღაცნაირად ისეთ იმაში ამყოფებს, რომ თითქოს არ უნდა სხვა ვინმე გააკაროს და ყველა ზიარლიკებს ჩამოვრიგებს. ალბათ შეიძლება მეც მომაწეყონ რამე იარლიკი, როგორც ჟურნალისტი. მე ყველაფერს ვიტან, იმიტომ რომ ეს ჩემი
ქვეყანა, იმიტომ რომ 4 შვილიშვილის ბაბუა ვარ და მე მინდა თავისუფალი და ლამაზი საქართველო. ისეთი როგორიც ჩემმა წინაპრებმა ჩამაბარეს და ანალოგიური ხარ. აი, ასეთ ფონზე ალბათ ქალბატონი ნინოს განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო დიდი პოლიტიკოსიაო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილიო, ვინაიდან მან თქვაო, რომ მე პოლიტიკა მე ჯერ არ გამიგონია ეს სიტყვები და არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ იტყვა, თორე ქალბატონი ნინო ხო არ იტყოდა რა? მე ერთ რაღაცას გავიტყოდი, რომ მე ავიღე ჩემს თავზე და ჩვენმა მეგობრებმა ის რომ ქალბატონ მონას ბატონი რეზერვაციას სოსო ჭაჭოლიანი და მე გავხდი ბატონ ბიძინასთან და მე აღნიშნე იქ რომ მე დიდი მოთმინების ფასად მე ყოველ ჩემი ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისკენ რომ მაქსიმალურად ვეცადო რომ მოხდეს კოორდინირება ჩვენ არ ვამბობთ რომ კიდევ თუ არა კოალიციაში იყოს ესა თუ ის პარტია ჩვენ კოორდინირებულად ისე გადავდგათ ნაბიჯები რომ ის ტექნიკური საქმეები რომელიც პოლიტიკოსებმა უნდა განიხილონ საარჩევნოდ და როგორც სწორად შეთავაზოთ ხალხს ამომრჩეველს რომ ის არ დავაბნიოთ ჩვენი ასე ვთქვათ დაქსაქსულობი ამაზე არის საუბარი მე რატო გაწყვეტინეთ ახლა ანუ ლუკა როდესაც ფორმულას აყენებენ ჩვენ ვითანამშრომლებთ ანუ კოორდინირება გვექნებაო სახალხო კრებასთან იმ შემთხვევაშიო თუ მასთან არ იქნება ნინო გურჯანაძეო ეს არის არა მე ერთ რაღაც მე დავამატებდი ეს ერთი ფაქტორიდან არის გამორიცხული იმიტომ ასე დაცალკავება იმიტომ რომ თუ ადამიანი თანამებრძოლს მიატოვებს რა თქმა უნდა და ღირსებას დაკარგავ და ღირსება აყრილი რაღაცა გამარჯვებისთვის რაღაცა კი რა გამარჯვებისთვის იბრძოლებ მე მგონია რომ ის უღირსად საქციელი ბრძოლაში შეგაწყვეტს და არ მოგცემს იმ ძალას რომელსაც შენ იცი რომ შენ ღირსეულად იბრძოლ როდესაც შენი ღირსება უკან დგას და შენ დიდი ძალა გაქვს ამით მთელი ერის მთლიანობაში და ერის სიყვარულში მაშინ შენ გაათმაგებულად იბრძოლ მაგრამ თუ რაღაც გაკლია შენ რაღაცა კითხვის ნიშნებია და თანამებრძოლ შუა ბრძოლაში ატოვებ არ მგონია ეს მართებული იყოს მე თან ვიხსენებ ბატონო ლუკა იცი და მე ეს კადრები არ ამოდის ჩემ თვალებიდან როდესაც ნინო გურჯანაძის ვაჟი მოიტაცეს დედამის გამოსტაცეს ხელიდან და ძალით ჩასვეს მანქანაში და გაიტაცა კუდი იყო სოდი იყო თუ სამსახური იყო ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ყოველ შემთხვევაში და გამწარებული დედა ამბობს გამწარებული და ეს იყო ჩემთვის ამოსავალი წერტილი ალბათ მე აქედან უყურებ ნინო გურჯანაძეს და აქედან ხედავ სადაც ხვისი შვილები იქაც ჩემი შვილები ეს იყო დედის ნათქვამი აი გამახსენდა მაშინ 9 ძმაც ხერხეულიძის დედა გამახსენდა ყველა იმ გმირის დედა რომლებიც თავის შვილებს დროშას და ხმას აწვდიდნენ ხელში ეს იყო ნინო გურჯანაძე და ეს ყოფილა ნინო გურჯანაძე და ეს დავინახოთ ნინო გურჯანაძეში კაცო რა თქმა უნდა ნუ ჩვენ ახლა ადამიანები საერთოდ ამა თუ იმ დროს რაღაცას ადამიანური სისუფლე გვაქვს და არავინ არ ათქვას რომ ამ ქვეყანაზე შეუცდომელი არის მაგრამ ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რაც ჩვენ სახალხო კრებაში ერთადავით დამერწმუნეთ რომ ეს გულწრფელობა არ იყოს რომ არ იყოს სამშობლოსადმი ესეთი თავგადადებული ბრძოლა რომ ადამიანი რომლებიც ჩვენ შინ ხო აღიარებს მას რომ შეცდომა ქონდა მან შიგნით ჩვენთან სახალხო კრებაში თქვა რომ მე ჩემი შეცდომებით და ჩემი ასე ვთქვათ მინუსებით რაც მე მქონდა მე ამას გაათმაგებულად შეცდომა დანახული ადამიანი ვიბრძოლებ რომ ეს ყველაფერი ჩემი სამშობლო რა თქმა უნდა მან ეს უკვე გაიარა და უფრო უკეთესობის შემდეგ და მე გარწმუნებ მე ეს გულწრფელობა ეს ბრძოლა და ხალხის ასე ვთქვათ ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები ვინც ავართ სახალხო კრებაში და რო არა მისი დათმენა რო არა ამ საზოგადოების და ხალხის შეკვეთის არ შესრულება მაშინ გარწმუნებთ რომ მე სახალხო კრებაში ის პირველი ადამიანი ვიქნებოდი რომელიც სახალხო კრებას დატოვებდა მაგრამ მე ვხედავ სახალხო კრებაში ღირსებას მე ვხედავ მონოლითურ თანადგომას მე ვხედავ სამშობლოსათვის მონდომებას ამბიციების პოლიტიკური ამბიციების და პოლიტიკოსის ამბიციების მეათეხარისოვნად გადადებას და ვამბობთ ყველანი ერთად მას შემთხვევაში პირველ რიგში მე ვამბობ პოლიტიკოსებზე და ნინო გურჯანაძე ის პოლიტიკოსია რომელსაც საქართველოში
თითზე ჩამოსათვლელია და ხელის მტევანზეც დაგერტება იმდენ მეტი არც არის საქართველოს. თუ არის საერთოდ მისი დონის პოლიტიკოსი. და როდესაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მე პოლიტიკურ ამბიციებს და გადავდებ და დღეს ყველანი ერთად ვიბრძოლოთ სამშობლოს გადასაჭრელად და ამ ხელისუფლების მოსაშორებლად პოლიტიკური არენიდან მე ძლიერი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ დიახ, უნდა მოხდეს დიდი ერთობა, დიდი გაერთიანება, კოორდინირებული ბრძოლა, ერთი სტრატეგიით, რომ ეს უბედურება ჩამოუშვა. მე ამას წელგამართული ვამბობ, როდესაც მე მივდივარ შეხვედრაზე. ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და მისი, ასე ვთქვათ, მისი ცხოვრების წესი და მისი ოჯახისადმი დამოკიდებულება და ყველაფერი მისი ქართველობა მე მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ლუკა კურტანიძე, მსოფლიო ჩემპიონი, მზადა ვარ, რომ სიცოცხლის ფასად ამ ადამიანს გვერდში დავდვი. და მე როდესაც ამას ვამბობ, მე ლუკა კურტანიძე ერთი ადამიანი კი არა, მე ვამბობ, რომ იმ ადამიანებთან, იმ ღირსეულ ადამიანებთან, რომლებიც მე ამ წლების განმავლობაში თანაბრძოლაში ვარ, ყველანი მზადა ვარ სიცოცხლის ფასად ვიბრძოლოთ აი ამ ადამიანის ლიდერობით, აი ამ ადამიანის გვერდში ქვეყნის გადასარჩენად. ამაში ცუდს მე ვერაფერს ვერ ხედავ. ვინც ამაში მე ხელს შემიშლის, ეს იქნება ამ კოალიციაში შემავალი პარტიები თუ პიროვნებები, მე ვამბობ, ეს ადამიანები არ არიან მართლები, სულკადრო ვთქვათ, და მათ მოუწევთ ყოველ მათ გადადგმულ ნაბიჯზე, რომელიც ერთობას ხელს შეუშლის, პასუხი გასცენ და პასუხი აგონ. და წარედ აგებენ ამაზე. ამიტომ ყველა ვინც იქ სუბიექტი არის და ვინც აი ამ ასე ვთქვათ დიდ ბრძოლაში ერთიანობაზე საუბრობს, ყველას ყური უნდა დაუდგენ. გუშინდელი შეხვედრა, რაც შეეხება გუშინდელი შეხვედრა იყო იმისა, რომ დღე გამოხმაურება იყო ძალიან დიდი ინტერესია, იმიტომ რომ ხედავენ საზოგადოება და ხალხი ხედავს, რომ და ხალხი ითხოვს ამას, რომ მოხდეს და გვეუბნებიან ჩვენ რომ მოვდიოდით გელათიდან სამებამდე და გვეუბნებოდნენ გზაში, რომ თქვენთანა ვართ, გაერთიანდით, დაგვანახეთ ერთობა. ეს არის ხალხის მოთხოვნა. ამას ამბობს ქალიც, კაციც, ბავშვიც, მოხუციც და ამ განათლებულიც და ამ ქვეყნისთვის მოსიყვარული ადამიანები, რომლებიც ხედავენ და ამბობენ, თუ ამ ხელისუფლებას მოაშორებს, ეს არის დიდი ერთიანობა და ის შიში, რომელიც შიშიც ხალხში არის, აი ეს ერთიანობა მოსპობს აი ამ შიშს. და მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მე როგორც პროფესიონალი სპორტსმენი ერთიანობით ყოველთვის იყო დიდი ძალა და ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიყავი ჩვენ მოწოდებული. და ჩვენს იმაშიც არის ძალა ერთობაში არის, რომ ქართველები ყოველთვის ამას ვამბობდით და მაგრამ ყველაზე მეტად ამას ვებძვით დღეიდან გამომდინარე და დღეს რასაც ვხედავ, ერთობა ყველა ვიცით, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ამ ერთობას ჩვენი ნებით უნებლით ამას ვებძვით. მაგრამ არის საზოგადოება, რომელსაც სახალხო კრება ქვია და ის დიდი მოთმინების ფასად ნაბიჯ იბრძოლებს იმისათვის, რომ ეს მართალი გაერთიანება, მართალი ერთობა, კოორდინირებული და ერთ შექმნილი სტრატეგიულად ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინება გჭირდება. ამ ხარესაც, იმ ხარესაც და მოთმინებაზე არ არის ბატონო ლუკა საუბარი. მოთმინება, იმიტომ რომ მე ჩვენთვის გაუგებარია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთად ვიბრძოლოთ ამ უბედურებასთან, მაშინ როდესაც ესეთი განცხადებები კეთდება, რომ არა ადამიანური და ისეთ არაადეკვატური და ხელს კრავენ და ასე ვთქვათ, როგორც კეთრომას გექცევიან, ეს არის მოსათმენი. იმიტომ არის მოსათმენი, რომ ჩვენ ერთმანეთს ბრძოლა დავუწყეთ და ამ ბრძოლაში დგას ის გაუნათლებელი ხელისუფლება, გაუნათლებელ ხელისუფლებას მე როგორ ვარ პრაქტიკული გაუნათლებლობა. არა, ძალიან განათლებულები არიან, ძალიან ეშვაგები არიან. თეორიულად კი ბატონო, ძალიან ეშვაგები არიან, იციან როგორ ბატონო ლუკა, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ის რაც ეხლა ჩვენ რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, ეს სწორედ აი ესეთი ლამაზი ურთიერთობების შედეგია, ძალიან ცდებით. ამაში ჩადებული არის ძალიან დიდი შრომა
აი გაუნათლებელი რო თქვენ ძალიან განათლებული სპეცსამსახურების. ამაში ჩადებული აი დიდი ხალხის შრომა, რომლებმაც იციან როგორ დაიწყონ და რით დაიწყონ. აბა ნახეთ შევარდა მე ორ მაგალითს მე ერთ რაღაცა ორ მაგალითს მოვიყვანე მე ვინაიდან გაუნათლებლობას ვინაიდან წამყვანი ვარ აქ ამიტომ სარგებლობ ჩემი მასპინძლის უფლებით ისე ძალიან დიდი ბოდიში მათ არაკორექტულად გამოდის მაგრამ რას ვიძახი იცით როდესაც უნდათ სახალხო კრების დისკრედიტაცია თავის დროზე მას ასახელებდნენ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალად. მაგრამ ამაშარო ეგრე არ არის. ხო, არა, ამაზე დაგჭირდა ჩვენ რამდენი შრომა. რამდენი შრომა დაგჭირდა. ჩემი პირველი ძახილი ეს იყო და ყველას ვეუბნებოდი სახალხო კრების წევს. აბსოლუტურად ყველას ვეუბნებოდი, მე ამას უყურებდი ჟურნალისტი გარედან და ძალიან კარგად უგრძნობდი და ვეუბნებოდი. ყოველთვის თქვენი პირველი გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით, რომ სახალხო კრება ეს არის სახალხო კრების ხალხის ერთიანობიდან გამომდინარე სუბიექტი, რომელსაც სათავეში ყავს ნონა გაფრინდაშვილი და არა პოლიტიკოსი, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ხელისუფლება სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეშინია. და როდესაც საზოგადოებრივ ორგანიზაციას აძლევს რაღაც პოლიტიკურ ნიშანს, აი მაშინ უკვე ის წყნარდება, უკვე იცის პოლიტიკურ ძალას როგორ უნდა ებრძოლოს, იმიტომ რომ საზოგადოებრივ ორგანიზმთან ბრძოლა ძალიან ძნელია. რამოთო ის რამდენ დარტყმას მიიღებს, იმდენად მასიური ხდება, იმდენად იზრდება. იმიტომ ქართველ კაცში დევს სული იმისი, რომ გამოესარჩლოს უყანონოდ დაჩაგულს. აი ეს არის. მე ამას ვიძახი, ეხლაც ნინოს ეს თემა მიუხედავად ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა ნინო ბურჯანაძის ძალიან ბევრ საქმიანობისადმი მე პირდაპირ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არ მოდის ბიძინა ივანიშვილის უბრალოდ ეს ძალიან კარგად დაგეგმილი სვლებია, რომელიც ბიძინა ივანიშვილსაც ასუსტებს და თქვენაც სახალხო კრებასაც ასუსტებთ. ხომ არ იქნებოდა აუცილებელი, რომ სწორედ სახალხო კრებას გამოგეთქვათ. აი ეს პოსტულატი თუნდაც აი ეს ჩემი პატარა მინიშნება იმის შესახებ, რომ აქეთკენ წასულიყავით. ამაზე გესაუბრებ. სახალხო კრება ზუსტად იქითკენ მიდის და აუცილებლად მიაღწევს იმ დიდ გაერთიანებას, რომელიც ამ ხელისუფლებას გადატეხავს წელში, ჩვენ როგორც ვამბობთ, არჩევნებამდე. მაგრამ მე გაუნათლებელობაზე რო ბატონ რეზონ გუშინ გააკეთა განცხადება, ეს არის შესანიშნავი განცხადება, რომელიც აუცილებლად დაიდება. ბატონ რეზო ექსპრომტების, მაგრამ მან თქვა ასეთი, ეს ხელისუფლება გაუნათლებელი რატომ არის? იმით არის, რომ ქართული ღირებულებიდან, ქართული სულიდან გამომდინარე, ის ამას არ ითვალისწინებს. აი ამაში არ არის განათლებული. რასაც ქართული ღირებულებები ქვია თუ არა? ისე ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ძალიან არ მიყვარს ჩაჭერა, მაგრამ ისე კარგ თემებს ვემაშვები. ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ქართული ხელისუფლება და ქართულ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ქართული ღირებულებები მოთხოვა და არც ეწოდინებათ. არ არის ჩვენი ქვეყნის არა, მოქალაქეობა ერთია, მაგრამ მოქალაქეობა ერთია. ამაზე არამიდან მე ვიძახი რა მითხრეს, ერევანში ვიყავი ჩასული და გაეცინათ, კაცო, თქვენი ხელისუფლების ნახევარზე მეტი ჩვენი ეროვნების არისო, აიო რა დიდ საქმეს გიკეთებთო? არ არიან იმის გარდა, მე გეუბნები. ეს ღიანი თქვა რობიკოს ტურმა, იმის შემდგომ ასაგებია, ის ადამიანები არიან ქართველები, ეროვნებით ქართველები და ისინი არიან ისეთი ოჯახის შვილები, რომლებიც აქვს ძალიან დიდი დადებითი რამ წარსულში გაკეთებული მათ ოჯახის წარმოადგენს, მათ უფროს თაობას. მათ მამებს, მაგათ ბაბუებს, მე როგორც რადიკალური, როგორც ჩვენ ვიცოდეთ, რადიკალური ოპოზიციის წარმოადგენელი, ამას მე აღნიშნავ და არ ვკარგავ. რადიკალური პატრიოტები ხართ, მაგრამ და არა ოპოზიცია, პატრიოტები ხართ, პატრიოტები. მაგრამ მე რა მინდა თქვა, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებმა დაუშვეს 26 მაისს
სისხლი დაღვრილიყო. კი ბატონო. ადამიანები გარდაცვლილიყვნენ, სულიერად დასახიჩრებულიყვნენ, სულიერად გარდაცვლილიყვნენ. ათასობით ადამიანი, ვინც იქ იდგა, ყველა სულიერად გარდაიცვალა იმ დღეს. იმიტომ რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ ქართველი ქართველზე არასოდეს არ აღმართავს, ქართველი ქართველს ისე არ დაასახიჩრებს, რაც 26 მაისს მოხდა. 26 მაისს არის ქართველები. ეს უბედურება მე ბევრი ვიცი და აფხაზეთიდან იყვნენ ქართველები, ჩემი თანამემამულები, რომლებიც რკინით და რკინას არ ზოგავდნენ, რკინის დუბიკებს ურტყავდნენ და ასახიჩრებდნენ ხალხს. ისინი ქართველები არიან და ვაი მაგისთანა ქართველებს. და მე რას ვამბობ, სახალხო კრება ამბობს ერთ რაღაცას, რომ არა 26 მაისი კი არა, როგორც ლიბიაში ვითარდება, განვითარდა უბედურება, ისე არ განვითარდეს უბედურება. ამიტომ უნდა მოხდეს ეს გაერთიანება. სახალხო კრება ზუსტად იქითკენ მიდის, რომ ამ ერთობას ხელი შეუწყოს. გუშინ სათათბიროზე მე დაისვა ასეთი წინადადება და ხალხი არასამთავროებისაგან გამოხმაურება იყო, იქ ძალიან დიდი ინტერესი იყო. ყველა მხარს უჭერს ამას. ტრადიციონალისტებიდან იყო აკაკი ასათიანი და ბატონი გია ჟორჟოლიანი, რომელმაც ეს იდეა, საერთო ერთიანი ფრონტის იდეა მოიწონეს ჩვენ მიერ გაჟღერებული და აი ამას ახლა უკვე დიდი საზოგადოება იკვრება ამის ირგვლივ და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ უკვე შევთავაზეთ ქართულ ოცნებას, ჩვენ შევთავაზეთ მის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთად ჩვენ ვიმოქმედოთ. შეთავაზება უკვე გაკეთებულია, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენ ცოცხალი ორგანიზმი, ჩვენი მონდომები, ჩვენი ბრძოლით რეგიონში, რაიონში ამა თუ იმ პრობლემაზე ყველას ვანახოთ, რომ ჩვენი გაერთიანება გარდაუვალია. ძლიერი ძალა, რომელსაც სიტყვა ეთქმის და ეთქმის მჭექარი სიტყვა. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ თუ აქამდე გაჩერებული ვიყავთ, ეს იყო ის მოლოდინის რეჟიმი, რომ ჩვენ ხელი არ შეგვეშალა იმ პოლიტიკური პარტიისთვის და იმ მოძრაობისთვის, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, მისი ჩამოყალიბებისთვის და ჩვენ როდესაც დავინახეთ უკვე წრე, როდესაც იკვრება და სანამ ბოლომდე შეიკრება ეს წრე, მანამდე უკვე ჩვენ რამდენი თვე გავიდა, ოქტომბერში განაცხადა ბატონ ბიძინა და დღემდე სახალხო კრება იყო მოლოდინის რეჟიმში. არ ყვევდა თუ როგორი ურთიერთობა უნდა წარმართულიყო ბატონ ბიძინასთან და მის ასე ვთქვათ გაერთიანებასთან. და როდესაც ჩვენ ვხედავთ უკვე წინააღმდეგობას, რასაც თქვენ ამბობთ იმ ასე ვთქვათ დიდი ძალების, რომლებიც აგენტურული ძალების თუ არ ვიცი რა ძალები არის ქვეყნის გარედან ძალების და დიდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაც ხდება, აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ ვალდებულიც ვართ უკვე არა მოლოდინის რეჟიმში, არამედ ჩვენ უკვე შეთავაზება გავაკეთეთ, ჩვენ მხარი დაუჭირეთ, ჩვენ მხარსაც დაუჭერთ მომავალში და ჩვენ ეს იმედი რო არ დაიკარგოს, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილმა ასე ვთქვათ შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ყველაფერს ჩვენი ქმედებით გავაკეთეთ იმისათვის, ვიმოქმედეთ რაიონებში და რეგიონებში, რომ ჩვენ ეს ძლავრი ძალა დაინახოს ყველამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამ, რომელიც დღეს სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ როდესაც უკვე გარდაუვალი შეიქმნება გაერთიანება, აი ამ დროს ჩვენ სიტყვას ისე ვიტყვით, ჩვენ მზადავართ. კი ბატონო, დავსხდეთ და ახლა როგორ უნდა ვიბრძოლოთ, იმაზე ვილაპარაკოთ. აი ჩვენ კონკრეტულად უკვე გადავდივართ იმ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, ქმედით უნარიანი ხდება და ყველა დაინახავს რაიონში, რეგიონში, ქალაქში, რომ სახალხო კრება ღირსეულად დგას იმ ადგილზე, რომელსაც ქვია სამშობლოსთვის ერთად და მხოლოდ ერთად. ნუ ძალიან მაინტრიგებელი იყო ესეთი რაღაც, რომ სახალხო კრება არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. რას ნიშნავს ეს და რატომ? სახალხო კრება არ არის პოლიტიკური პარტია. ხომ არ ნიშნავს, მე რომ არ არის, კარგად ვიცით. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სახალხო კრება, გავაგზავნებ ჩემს კითხვას, გამოაცხადებს და მსხარს დაუჭერს ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ბლოკს. სახალხო კრება დაუჭერს იმ ერთიანობას, ჯერ პირველ რიგში კი არ დაუჭერს, ჯერ იბრძოლებს იმისათვის, რომ დიდი ერთიანობა მოხდეს. და შემდეგ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ხარ დაუჭერს იმ დიდ გაერთიანებას ხარს და ქალაქ-ქალაქ, რაიონ-რაიონ და
ასე ვთქვათ, საინფორმაციო საშუალებით ყველას ყურამდე მიიტანს იმას, რომ ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას ხარი უნდა დაუჭიროს. მაგრამ ამისათვის ჯერ კიდევ არის ბევრი ასე ვთქვათ საბრძოლველი იმისათვის, რომ ეს ერთიანობა ჯერ გაიფილტროს, იმიტომ რომ ამ ერთიანობამ ჩვენ ვიცით წინა პერიოდში რა იყო რაღაც გაერთიანებები და ზოგი პარლამენტში გავარდა და ზოგი პარლამენტის ისა დახია და რა თქმა უნდა 2004 წლის არჩევნები ავიღოთ, დღეს ვინც ბიძინა ივანიშვილთან არიან პარლამენტში იყოს უყოლარი, ხო? ნაციონალებთან ერთად მოხვედრილი და პარლამენტარობდნენ მთელი 4 წლის განმავლობაში და დიდი ვერაფერი. მაგრამ მაგის შემდეგაც იყო, როდესაც არა, ის შემდგომ რომ შეიქმნა 6-იანი და 8-იანი და რაღაც გაერთიანებები, პოლიტიკური გაერთიანებები. ეს ჩვეულებრივი მოვლენებია ქართული პოლიტიკური სპექტრის განმავლობაში. აქ თავარი რა არის? არა, ესე ეროვნული ის რო იყო საბჭოთა რაღაც რო გაერთიანება მოხდა და შემდეგ საპარლამენტო იმაში რა ქვია არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა თუ 25 ადგილი თუ რამოდენიმე 27 ადგილი ჰქონდათ, რომელიც შემდეგ რამოდენიმე ქრისტიანი დემოკრატები რო გამოიყვნენ და ჩემი სუბიექტური აზრია. მე თუ რამოდენიმე ასე ვთქვათ ოპოზიცია შევიდა, მაშინ მე ჩემი სუბიექტური აზრია რომ ყველანი უნდა შესულიყვნენ და ასეთი მე ვიტყოდი რომ ასეთი ბოდიში ამ სიტყვის და გაჯეჯილებულები არ იქნებოდნენ სახალ ესენი რა ვქნა ნაციონალები, იმიტომ რომ ერთი ბატონი ჯონ დი ბაღატურიამ გააქცია ეს გადარეული პრეზიდენტი და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც 5 კაცია თუ 10-ზე ჩამოსათვლელი, რასაც ოპოზიცია ქვია, ასე ვთქვათ, ისინი არიან პარლამენტში, მე გარწმუნებთ, რომ 30-35 ოპოზიციონერი რო ყოფილიყო დღევანდელ პარლამენტში, ასეთი გათავხედებული და ასეთი ნაძირლები არ იქნებოდნენ, იქნებოდნენ ნაციონალური. იქ ფაქტიურად 7 კაცია, რომელსაც შეიძლება ოპოზიციური დაეწოდოს და 30 რო შეემატებოდა, იმას ხო იქნებოდა. დანარჩენები სხვა არიან, თქვა ეგრევე ქრისტიან დემოკრატები და კიდევ თოთლაძე და თოთლაძეს არ ხომ ვერანაირად ოპოზიციაში არა, ისინი ხო ამბობენ რომ მართო და ყოველ შემთხვევაში ამის რაღაც მე შემიძლია იური გაგარინი ვარ მეთქი, მაგრამ იური გაგარინი ვერ იქნებით და ღმერთმაც უნდას რო ვიყოთ. ბატონო ლუკა, გუშინ სპიკერი აირჩიეთ. აი სპიკერის მოვალეობა რა არის? სპიკერის მოვალეობა ის არის, რომ ჯერ ის უნდა იყოს ავტორიტეტული ადამიანი, უნდა უყვარდეს და თვითონ სათათბირო წარმოადგენს და სრულიად საქართველოს და სოსო ჯაჭულიანია თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისი ადამიანური წამსიდან გამომდინარე და თავისი ქართველობით საქართველოში ყველა კუთხეში იყო. მე ამაყება, რომ სოსო ჯაჭულიანის მეგობარი ვარ და მისი თანამებრძოლი ვარ. და როდესაც აი ყველა ჯერ ქართულ სუფრას ხავს თამადა და წამყვანი და ხელმძღვანელი. და თუ ხელმძღვანელი არ არის ავტორიტეტული, არც სუფრა იქნება. ისეთი ლამაზი ყოველ შემთხვევაში თამადა მაინც ნონა გაბრინდაშვილია, თავმჯდომარე, მაგრამ სუფრის წაძღოლას, ასე ვთქვათ, სათათბიროს წაძღოლა ქალბატონ ნონამ ეს ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის არის შესანიშნავი ადამიანი, პიროვნულად ჯერ არის ადამიანი, რომელიც ალბათ მის მაგალითზე თაობები უნდა იზრდებოდნენ და ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და შემდეგ როგორ უნდა გაიხარჯოს თავის ქვეყნისთვის. ეს არის ქალბატონი ნონა. და ქალბატონი ნონას და ჩვენი სახალხო კრების ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ სათათბიროს ღირსეული სპიკერი უნდა ყოლოდა, ესე იგი წინამძღოლი და ერთხმად ყველამ იქ იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებიც ერთხმად ბატონ სოსოს კანდიდატურას დაუჭირეს ხარი. ძალიან საინტერესოა და მე მგონია, რომ აი ამაში, აი ჩვენ სახალხო კრება უფრო ძალას იკრებს თავისი, ასე ვთქვათ, ნაბიჯებით, თავისი მოქმედებით, თავისი იქ ყოფი პიროვნებებით, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდ სიყვარულს იღებენ სრულიად საქართველოსთან. ასე მე აი ესეთი ავტორიტეტული ორგანიზმი აუცილებლად თავის მოქმედებას როდესაც უკვე ჩვენ მოქმედება დაწყებული გვაქვს და ეს ყველაზე მთავარი რაც არის.
ეს არის უანგარო მართალი მოქმედება, რომელიც ყველას დაანახებს იმას, რომ ამ მოქმედების რიგით დგას მხოლოდ ის, რომ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა და ქართველებმა დავიბრუნოთ ის სითბო, რასაც ადამიანური სითბო ქვია. აი ამით ვიყოთ ღირებული დანარჩენი მსოფლიოსთვის. აი ამისთვის იბრძვის სახალხო კრება და მე ვფიქრობ, რომ როდესაც დადგება გადამწყვეტი ბრძოლა, სახალხო კრება თავის ღირსეულ სიტყვას კიდევ ერთხელ იტყვის. ზურბასო ტელემაყურებლებო, ფაქტიურად მე ყველა იმ კითხვაზე მივიღე პასუხი, რომელიც გუშინ სახალხო კრებაზე განვითარდა. უпростоრად სახალხო კრების სათათბიროს გაფართოებულ სხდომაზე განვითარდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლუკა კუტაინძეს, რომ მოგცა ეს განმარტებები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი მიძინა ივანიშვილის რჩეველთა საბჭო თუ რა ვიცი, როგორ დავარქვა, მისი გარემოცვა ყურად იღებს ყოველივე იმას, რასაც სახალხო კრება იძახის, რომლის პოლიტიკური მოტივაციები ნულისტურია, ხოლო მოთხოვნები პატრიოტული, სრულიად მისაღები ყველა ქართველისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის მხარდასაჭერია მათი მხრიდან და ერთიანად ვიზრუნოთ საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამ იმედით მე გემშვიდობებით ორშაბათამდე, ორშაბათს შევეცდები ჩვენი პროგრამა ზუსტად 19 საათზე გავიდეს ეთერში, ყოველგვარი გადატანების გარეშე, მაგრამ აი გუშინდელი პროგრამა იცვლებული ვიყავით. მე ბოდის უხდით დღეს იმიტომ რომ თემა იმდენად აქტუალური იყო, მე არ მინდოდა ამ ეს თემა როგორმე შემდგომში გადადებულიყო და იმედს ვიტოვებ ჩემი მაყურებელი ვაპატიებს ამ უნებლიე ჩვენს პროგრამის გადმოტანას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.